Ძალამი მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი სათევზაო ვიდეოთი და ჩამოვედით ისევ და ისევ ტყიბულის წყალსაცავზე, მაგრამ ძალიან ცუდი სიტუაცია არის. წყალი როგორც ხედავთ, ძალიან დავარდნილი არის. ჩვენ ვთევზაობდით ხოლმე აი ამ ნაპირიდან, წარმოიდგინეთ და სადამდე არის ჩასული წყალი. მაგრამ ვფიქრობ საინტერესო იქნება. ეხლა ეხოლოც ამოვიხებთ პირველ რიგში რა თქმა უნდა და ნახავთ ახალ წერტილებს, ახალ ადგილებს. აი ამიტომ წყდებოდა ამდენი ანკესი ამ ადგილზე, იმიტომ რომ ეს ადგილები ეხოლოტით ქონდა ყველაფერი ნაპოვნი ჩვენ. აი ეს ბეტონები რაც არის აქ, რასაც ხედავთ, ყველაფერი ნაპოვნი ქონდა და ამის იქით გიწევდა გასვლა რა და იქიდან უკვე ანკესის ამოღება ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ აი ამ ბეტონის ნაგლეჯებს და ქვებს ედებოდა და დიდი ალბათობით გიწყდებოდა ხოლმე აქ. აი წარმოიდგინეთ ეს კაციც სადაც თევზაობს, ეს ბეტონიც კი სულ წყლით არის დაფარული. და რამდენად არის დავარდნილი წყლის დონე უბრალოდ ნახეთ. წავედი, ეს პროცედურები უკვე ყველაფერი იცით. პირველ რიგში რა თქმა უნდა ნავის აწყობა, გაბერვა და მერე უკვე წერტილების შერჩევაც. ყველაფერს რა თქმა უნდა გზადაგზა გაგაცნობთ. ესეც წერტილები, ორი წერტილი ავარჩიეთ, ერთი შედარებით ახლოს არის, რომელიც არის ნაპირიდან ალბათ დაახლოებით 60-70 მეტრი იქნება, ხოლო მეორე წერტილი ავარჩიეთ ცოტა უფრო მოშორებით, დაახლოებით 150 მეტრი იქნება ნაპირიდან. ორივე შემთხვევაში რელიეფი იყო, ერთი არის აი ესე ჩასავარდნი და იქ იქნება ჩვენი მონტაჟები, აი სწორი ადგილი მიდის და მერე უცებ ჩასავარდნი არის და იქ სიღრმეში იქნება ერთი წერტილი და მეორეზე პირიქით რა, აქეთ არის აი ახლო წერტილი, ამოსასვლელი და აი როგორც კი ამოდის და სწორდება, ის ადგილი დავინიშნეთ. მოკლედ ასე თუ ისე პერსპექტიული ადგილები არის, ამაზე უკეთესი ადგილები ყოველ შემთხვევაში ეხლა ვერ ვიპოვეთ. სადაც ვთევზაობდით ხოლმე და როგორც ვთევზაობდით, ის ადგილები ნაპირზეა ყველაფერი ამოსული, ასე რომ დიდი არჩევანი არ გვაქვს. იმედია დავიჭერთ თევზს, იმედია ამ თევზაობაზეც ესე მშრალზე არ დავრჩებით, მოკლედ და რავი, შედარებით აქტიური თევზაობა იქნება, ასე რომ ნახოთ რა. ეს დამავიწყდა რომ ეთქვა თქვენთვის, აი ამ ბეტონების იქით ვიყავით, რომ ჩამოვედით და იქით რადგან ვერ ვნახეთ პერსპექტიული ადგილი, გადმოვედით. აი ამ ყურე შედის აქ და ამ ყურის მეორე მხარეს გადმოვედით, საიდანაც უფრო დიდი ტერიტორია იშლება და უკეთესად ავარჩიეთ წერტილები. ეხლა ტრადიციულად ანკესებს ავაწყობ, როტპოტს ავაწყობ, მონტაჟებს გავამზადებ, ტრადიციულად ვფიქრობ ხელოვნური სიმინდი და ტაიგერი იქნება ჩემი დღევანდელი მონტაჟი და რა თქმა უნდა ამ თევზაობაზეც ჩემთან ერთად იქნება My Fishing G, რომლის ინვენტარსაც აი ახლა ძალიან მალე განახებთ დღეს რა გვექნება და ძალიან საინტერესო სონიკის ჯოხები მაქვს წამოღებული, 2 ცალი, 3 და 70-იანები და ნახოთ თუ გაუძლებს 21 კილოიან თეთრ ამურს. პატარა განყუთვის ვიდეოც გადავიღოთ როგორია ჩვენი პროლოჯიკის როტპოდი. ცუდად არ გამოიყურება. აი ეს არის ძალიან კარგი, ფეხები რო ურეგულირდება და როგორც გინდა ისე გააკეთებ რა. თუ გინდა ესეთ პოზიციაში დადგავ, თუ უფრო ქარი არის და აი ქარიან ამინჩი ესე გაშლილი ჯობია, რომ უკეთესი მოჭიდება ექნება. მე ესე ავაწყობ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ტყიბული ზოგადად ქარიანი ადგილია და შუა დღეს უფრო იცის ხოლმე ქარი. საკმაოდ მარტივი ასაწყობია სხვათა შორის. დავშალოთ და დავაფიქსიროთ. აი ესე გამოიყურება საბოლოოდ აწყობილ მდგომარეობაში. საკმაოდ მსუბუქია, რაც კარგია და ნახოთ ქარიან ამინცაც როგორ გაუძლებს. აი ესე ლამაზად გამოიყურება. არ გეგონოთ რომ ჩვენი განყუთვები აქ მთავრდება, რადგან ასევე პროლოჯიკის სიგნალიზატორები მაქვს, რომელიც აი ესე ლამაზად გამოიყურება. ესეც საკმაოდ ხარისხიანი და კარგი ბრენდი არის, რომელიც შედარებით უფრო ბიუჯეტურია, მაგალითად ვიდრე Foxy ან სხვა ასე ვთქვათ ძვირადღირებული ბრენდები, მაგრამ საკმაოდ ხარისხიანი და გამომდგარი ბრენდი არის, ასე რომ აი ამ თევზაობაზე ყველაფერს დავტესტავთ.
მე მაქვს 2+1, ანუ 2 სიგნალიზატორი და 1 რაცია, მაგრამ არის 3+1-ებიც და ასევე შეგიძლიათ იყიდოთ 2 ცალი 2+1 მაგალითად, როგორც მე გავაკეთე. ანუ მე მაქვს ახლა 4 სიგნალიზატორი და 2 რაცია და ჩვეულებრივად შეგიძლიათ 1 რაციასთან დააკავშიროთ 4 სიგნალიზატორი. ასე რომ 1 რაცია შეგიძლიათ ისე შეინახოთ, ან შეგიძლიათ ორივე რაციასთან დააკავშიროთ 4 სიგნალიზატორი და მაგალითად თუ ორნით ევზაობთ, შეგიძლიათ თითო რაცია გაინაწილოთ. დავრთეთ და ვნახოთ როგორი ხმა აქვს. ხმას შეგიძლიათ აუწიოთ, შეგიძლიათ შეცვალოთ თვითონ ჟღერადობა. აი ხა აი ესეთი სიგნალიზატორია. და აქვე გაგიზიარებთ Sonic-ის ახალ ჯოხებს. 2 ჯოხი მექნება ამ თევზაობაზე Sonic-ის, სხვადასხვა მოდელები არის და წინა თევზაობაზე გითხარით, რომ ის 3 მეტრიანები დიდად სასროლად არ გამოგადგებოდათ, მაგრამ ეს ჯოხები უკვე და ეს მოდელები სასროლადაც ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ კარგი დრეკადობა აქვს და სიგრძეც ისეთი აქვს, რომ თუ კარგად ისვრით 120-140 მეტრზე თავისუფლად უნდა ისროლოთ ეს ჯოხიც. აი ესეთი ლამაზი ჯოხია Sonic-ის. SK47 არის ეს მოდელი და ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია, რამდენად ჩანს ახლა კადრში არ ვიცი, მაგრამ ძალიან ლამაზი ჯოხია. და არც ისე ძვირი ღირს, სხვათა შორის საკმაოდ ბიუჯეტურია. შეგიძლიათ ნახოთ My Fishing G-ზე ეს ჯოხებიც. აი ეს არის ჩემი მეორე ჯოხი, რომლითაც დღეს ვითევზავებ. ეს არის Sonic-ის Craft-ი, ასევე 3 და 25 LB არის ამისიც. იგივე დაახლოებით 120 გრამის როლა შეგიძლიათ ამ ჯოხითაც, სიგრძეც იგივე აქვს, მაგრამ მოდელი არის უბრალოდ განსხვავებული და აი ვიზუალური რაღაც განსხვავებები არის. და ესეც ძალიან ლამაზია სხვათა შორის. რაღა დაგიმალოთ. აი ესე ლამაზად გამოიყურება ჩემი 2 იანკესი, როტბოდი და სიგნალიზატორები. და აქვე ერთი საჭირო ინფორმაცია კიდე, ვინც ნაკლებად ერკვევით ამ აღჭურვილობებში, თევზაობის ინვენტარში და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი მწერთ ხოლმე, მეც პირადად და შეძლებს დაგვარად გიხსნით, მაგრამ ვინც ჩემი სახელით დაურეკავთ ამ მაღაზიას, მოკლედ დეტალურად აგიხსნიან ყველაფერს, დაგაკვალიანებენ რა გჭირდება და ასე შემდეგ, რა მეთოდის თევზაობა გიყვარს, დამოკიდებული ამ ყველაფერზე და მოკლედ შეგიძლიათ დარეკოთ და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია ყველაფერზე. ესეც ჩემი მეორე წერტილი, მოკლედ დავუკვებე, შემოვიტანე 2 იანკესი და ეხლა დაველოდებით თევზის აქტიურობას. დავბანაკდით, ყველა ანკესი შეტანილია და ველოდებით თევზის აქტიურობას რა. ძალიან კაი სანაპირო არის, სხვათა შორის ტალახი არ არის. იქით სადაც ჩავედით თავიდან, იქ ძალიან დიდი ტალახი იყო, ასე რომ ბევრად ჯობია ეს სანაპირო დავისვენებთ. აი ესე მშვენივრად გამოიყურება ჩვენი ბანაკი. კამერაც დავაყენე, რომ ჩემი ახალი ანკესების პირველი ჩარტყმაც დავაფიქსირო და იმედია მალე იქნება. იმ ბეტონზეც ვიღაცაები დგანან, ტივტივით თევზაობენ და ვერაფერსაც ვერ იჭერენ. რამოდენიმე კარასი ყავდა დაჭერილი. ეს იყო დილის 12 საათის მონაცემები და ინფორმაცია, ასე რომ პერიოდულად დაგიბრუნდებით ხოლმე და გაგაცნობთ ახალ ამბებს. და დიდი იმედი მაქვს, რომ ვიდეოში ხშირად იქნება ჭრა თევზის ამოყვანის კადრებით. მოგახსენებთ 6 საათის მონაცემებს, მოკლედ თევზი არ აქტიურობს, საერთოდ ერთი ჩარტყმა არ ყოფილა, არც კარასი და არც სხვა ნებისმიერი თევზი, მოკლედ საერთოდ არაფერი არ ყოფილა. დღევანდელ გეგმებს რაც შეეხება, ეხლა ვაპირებთ, რომ ვიუახშმოთ ცოტა ხანში, მზე ცოტა რომ გადავა და აგრილდება ვიუახშმებთ. ხოლო რაც შეეხება თევზის გააქტიურებას და ჩემს მოლოდინებს, მინდა გითხრათ, რომ საღამოს უფრო მეტად მაქვს იმედი, რომ თევზი გააქტიურდება. ზოგადად ჯერ არც ველოდებოდით, ეხლა არ ვფიქრობ, რომ რაღაც დიდი მოლოდინი მქონდა, უბრალოდ რავი,
კაი იქნებოდა რომ ერთი ჩარტყმა მაინც ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ არ არის, მაგრამ ეგ არაფერი, ჯერ წინ არის დღევანდელი საღამო, მთელი ღამე და ხვალ მთელი დღე მოკლედ და ზეგაც ვნახოთ საღამომდე შეიძლება გავჩერდე ზეგაც, ასე რომ ჯერ ყველაფერი წინ არის რა. ჩემი ახალი მატი მოინათლება ნეტა მთევზაობაზე. მოკლედ მე ვაკეთებ ახლა ფსონებს ჩემ ჯოხებზე. მე მგონია რომ პირველი დავიჭერ კრაფტით, აი აქეთ მარცხენა მხარეს რომელიც დევს. ხო, SK47-ით მგონია ახლო წერტილი არის და უფრო ღამე იაქტიურებს რა. მაგრამ მგონია რომ პირველი აი აქეთ მარცხენა ჯოხით დავიჭერ, რომელიც შორი წერტილი არის. ჩვენი პირველი ჩარტყმა მეგობრებო. მოულოდნელად. ჩვენი მატიც მოინათლა მეგობრებო. პატარა კობრი არის 2 კილომდე იქნება, მაგრამ მაინც სასიამოვნოა. წერტილი როგორც ჩანს, სწორად დავარჩიეთ და რა თქმა უნდა დაველოდებით ახლა ამ ზომების გაზდას. ხოლო ამ პატარა ბიჭს რა თქმა უნდა დავაბრუნებთ თავის სახლში. აქეთ. აი ესე მეგობრებო, ახლა ვაპირებდი რომ მეთქვა რომ კიდე არ აქტიურობს თევზითქო და ამ დროს დაარტყათ, ძალიან კარგად დაარტყათ, ან მე უფრო დიდი მეგონა, ისეთი მაგარი დარტყმა ქონდა, მაგრამ რაც მთავარია, წერტილები მუშაობს და ახლა რაც შეიძლება მალე შევიტან ანკეს თავიდან, რომ დაღამებამდე მოვასწრო ანკესის შეტანა. აი ასეთ მონტაჟზე დავიჭირე ერთი დიდი ტაიგერი და ხელოვნური სიმინდი. ანკესი შევიტანე ისევ და როგორც გული მიგრძნობდა, კრაფტმა დაიჭირა პირველი თევზი. სხვათა შორის ძალიან ვისიამოვნე ამ ჯოხით გამოყვანის დროს, იმიტომ რომ აი ძალიან კარგად იგრძნობოდა ყველაფერი, ისეთი მსუბუქი და კარგი სახმარი არის, რომ ძალიან კარგად ვიგრძენი თითოეული ჩარტყმა რა, მით უმეტეს როცა წნული გიკეთია, წნული არ იჭიმება, როგორც ძუა არ იწელება და თითოეულ ჩარტყმას რამ მანძილზეც არ უნდა ქონდეს შეტანილი, აი თითოეულ ჩარტყმას ძალიან კარგად გრძნობ რა. ხო და მოკლედ ძალიან ვისიამოვნე ამ თევზის გამოყვანითაც მიუხედავად იმისა, რომ ბევრად უფრო დიდის მოლოდინი მქონდა, მაგრამ არა უშავს ზუსტად ვიცი, რომ კარგი რაღაცები გველოდება. დღევანდელ გეგმებს რაც შეეხება, მზე უკვე ჩავიდა, სამწუხაროდ ვერ გადავიღე, იმიტომ რომ მოიღრუბლა, თორემ მე ძალიან მიყვარს ხოლმე მზის ჩასვლების გადაღება, როგორც უკვე შეამჩნევდით ჩემ ვიდეოებში. დღესაღამოს ცოტა წვიმა არის გამოცხადებული, მაგრამ მაინც დიდი იმედია რომ არ იწვიმებს და არ აატალახებს ამ შვენიერ სანაპიროს რა. მეგობრებო, ჯერ ის პატარა არ გამიშვია მათთან და მივიდიოდი რომ გადამეღო და ამ დროს საერთოდ არ ჩანს არაფერი. აბა მეგობრებო, ეს არის პირველი კობრი, რომელიც დაჯდა, რომლის გადასაღებათაც მოვდიოდი და უცებ დაჯდა აი ესეთი კობრი. ოპა! ძალიან კარგად გამოიყურება, მინდა გითხრათ. ნახეთ რა სილამაზია. აბა რა სიტყვით. ველოდები კომენტარებს. მე მგონი ეს თევზაობა უკვე შედგა, მაგრამ ჯერ სათხართ. იმედია წინ კიდე და კიდე უფრო გაიზრდება წონები. აბა წავიდა, იგივე თანმიმდევრობით გავუშვებთ როგორითაც ამოვიყვანეთ ჯერ შენ წახვალ სახლში ჩემო პატარა მეგობარო. აბა დავაი. წადი. და ეხლა შენი ჯერია. ანგარიში გათანაბრდა მეგობრებო, თითო კობრი დაჯდა ორივე ანკესზე. მართალია ეს უფრო დიდია, დაახლოებით 5 კილომდე არის, მაგრამ თავარია
ჩემი ანკესები კარგად მუშაობს და რაც მთავარია მატიც გამომადგა როგორც ხედავთ, იმიტომ რომ ესეთი ლამაზი კადრები რო შემოგთავაზოთ და ეს თევზი რო უსაფრთხოდ დავაბრუნო ისევ. აი ესეთი მატი არის საჭირო, რომელსაც რა თქმა უნდა My Fishing G-ს საიტზე შეიძენთ. დავაბრუნოთ თავის სახლში. დიდი მადლობა უთხრათ, რომ ესე გაგვამხიარულა და იმედია თავის უფროს მეგობრებსაც დაუძახებს. აბა რა სიტყვით, მე მგონი გიჟურის აღამო გამოგვივიდა რა. საერთოდ არ ველოდებოდი ამდენ ჩარტყმას ესეთ მოკლე პერიოდში, სიმართლე გითხრათ. უფრო ველოდებოდი რაღაც გამთენიისას დაიწყებოდა, რაღაც უკვე მზად ვიყავი, რომ დავწოლილიყავი, დამეძინა და უცებ აი ესე შემოვიდა რა. აი ზუსტად ეს არის თევზაობის მთავარი მუღამი რა. როცა არ ელოდები, შეიძლება მაშინ ისეთი ჭერა ატყდეს, რომ მოკლედ არ დაგაძინოს მთელი ღამე და იმედია ჩვენც არ დაგვაძინებს მთელი ღამე. ანკესი კი იყო ძირს გადმოვარდი. Ხამი-3 საათია მეგობრებო და აი ესეთი კობრი გვესტუმრა. ახლობით 4 კილომდე იქნება. ჯერჯერობით რაც მოვიდა კობრი, ყველას ესეთი დიდი მუცელი აქვს. როგორც ჩანს, კარგად იკვებებიან. კრაფტის ჯოხი დაწინაურდა მეგობრებო, ეს უკვე მეორე კობრი არის. აი თითქმის 5 კილომდე არის. აბა რა სიტყვით, როგორი კობრია. 5 კილომდე გამოვიდა. ესეთი ლამაზი კობრი გვესტუმრა დაახლოებით 4 საათი არის ღამეს. ავედით. ნელ-ნელა წონები იზრდება, რაც ძალიან კაია. დილამშვიდობის მეგობრებო, მოკლედ ცოტა გამოუძინებელი ვარ, იმიტომ რომ გუშინ მთელი ღამე არ გაჩერდა თევზი. მთელი ღამე მოკლედ კობრები მოდიოდა და მოდიოდა რა, ბევრი კიდე ვერ გადავიღე, იმიტომ რომ არც ჩანდა, ისე გამოვედი კარვიდან, რომ კამერაც არ წამომიღია და მოკლედ ძალიან ვისიამოვნეთ რა. იმედია ესე გაგრძელდება დღესაც და ხვალაც. მთავარია რომ თევზი აქტიურობს და ამ დროს ბევრი რაღაცა შეგიძლია რომ ცადო, ბევრი სხვადასხვა მონტაჟი, ბევრი სხვადასხვა სატყუარა და ასე შემდეგ და შეიძლება ამასობაში დიდი თევზიც გამოერიოს. თორი არის ჯერჯერობით. ნახოთ მოკლედ რომელი ანკესიც გაიმარჯვებს, იმ მოდელს ვიყიდი რა, ან კრაფტს ვიყიდი, ან SK47. გინახავთ როგორ გადაადგილდება მიდია. აი აქედან დაიწყო, ნახეთ. და აი აქ არის ახლა თვითონ. ესე ნელ-ნელა მიხოხავს მიწაში. ვინც არ იცოდით. კიდევ ერთი კობრი. ესეთი ლამაზი და არც ისე პატარა არის სხვათა შორის რა. 3-დან 4 კილომდე იქნება. ეხლა ამის აწონვას ვერ დავიწყებ, მაგრამ დაახლოებით ეგრე არის. რა თქმა უნდა, ესეც დაუბრუნდება თავის სახლს. დიდი ბიჭი გაიზრდება და მერე ისევ დაგვიბრუნდება. მაგრამ არც ერთი ამური არ ყოფილა. ძირითადად მოდის სულ კობრები, მარტო კობრი აქტიურობს, როგორც ჩანს, რაღაც კობრის წერტილია. აი კობრის გამოყვანის მუღამი არის ეგ, რომ თავიდანვე ისე ურტყავს და ხელში გრძნობ ყველაფერს, როგორ გეჭიდავება. ამურმა ეგრე არ იცის. ამური ისე მოყვება ნაპირამდე, რომ შეიძლება გეგონოს, რომ თევზი საერთოდ არ არის და მერე ნაპირზე დაიწყოს ესე გაგიჟება და აი ამ ჯოხზე ძალიან კარგად იგრძნობოდა თავიდანვე რა, რომ მომყავდა და
მოკლედ ძალიან სასიამოვნო იყო მთელი ეს პროცესი. მოგვისაღამო და ამასობაში მეგობრებო, როგორც მოსალოდნელი იყო, შუა დღეს საერთოდ არ ყოფილა ჩარტმა, საერთოდ არ განძრეულა ანკესები ბოლო კობრი რაც დავიჭირე იმის მერე. ერთი ჩარტმაც არ ყოფილა. ნავით ვიყავი შესული, წერტილები გადავკვებე თავიდან, ერთი ახალი წერტილი ავიღეთ კიდე მარჯვენა მხარეს. ისიც ეხოლოტით მოუძებნეთ, მოკლედ აღარ გადამიღია იგი, იმიტომ რომ თუ იმუშავებს ეგ წერტილი მერე გაგაცნობთ რა ვქენი და როგორ ვქენი. გუშინ სხვათა შორის ცოტა წამოწვიმა და მალევე გაჩერდა, დღესაც ღრუბელია როგორც ჩანს და იმედია დღეს არ იწვიმებს. ამასობაში შეგახსენებთ მე რომ არხი გამოიწეროთ აუცილებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ამ არხის გამოწერა და ჯერ პირველი ნაბიჯი იყოს 10,000 გამომწერი, მოდით, რადგან ახალი არხი არის და დანარჩენზე მერე გეგმებს ნელ-ნელა გაგაცნობთ. და აქვე გეტყვით რომ Instagram-ზეც გამოვყვეთ, რადგან ბევრ საინტერესო სტორებს გიზიარებთ ხოლმე როგორც თევზაობიდან, ასევე მოგზაურობიდან. ასე რომ გადადით გამოიწერეთ Instagram-იც და YouTube-იც. იმედია იდეალურ დასვენებას ახლა ერთი 20 კილოიანი ამური გამაწყვეტინებს რა. სიამოვნებით გავწყვიტავთ. შორ წერტილზე დაჯდა და ნახოთ აბა იმედია კაი ზომა იქნება. სამწუხაროდ დიდი კობრი არ არის, მაგრამ ეგ არაფერი. აბა. აუბრუნოთ. დავისახ. დილამშვიდობის მეგობრებო, ესეც ჩემი მესამე დღე უკვე ტყიბულის წყალსაცავზე. დავიწყე დილის რუტინა. გუშინ რამე იყო რამოდენიმე ჩარტმა, ყველა არ გადამიღია. ძირითადად პატარა კობრები იყო. სამწუხაროდ ამური არ აქტიურობს ამ ჩამოსვლაზე და როგორც ჩანს წელს საერთოდ არ აქტიურობს, იმიტომ რომ არც არავინ გამიგია რომ დაეჭიროს. ჩვენც ვაპირებთ რომ საღამომდე გავჩერდეთ და იმედია საღამომდე ერთი კაი ზომის თევზი მაინც გამოერევა რა. წყალი არის ძალიან დავარდნილი და მე ამას ვაბრალებ ამ ყველაფერს, რომ დიდი თევზი არ აქტიურობს და მაქსიმალურად თხილობს. ასევე წნევის ბრალიც არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რო ჩამოვედით, მაღალი იყო წნევა და თევზიც აქტიურობდა კარგად, მე შედარებით დაიწია და თევზიც გაჩერდა. დაახლოებით შუა დღის 3 საათია და თევზი არა, მაგრამ ესეთი პატარა გველუკა გვესტუმრა. თუ ხედავთ, აგერ შევეცდები ახლოდან გადავიღო. შხამიანი არ არის ეს გველი, მაგრამ რა თქმა უნდა ეხა ხელს მაინც არ მოვკიდებ. გაიქცა. მოკლედ რეკორდულად დიდი თევზები ხო დავიჭირე. ეხლა ვიჭერ რეკორდულად პატარა კობრებს რა. ახალი ბუდი არის როგორც ჩანს და მოკლედ მაგრა აქტიურობს ეს პატარა კობრები რა. იმედია მალე გაიზრდებიან დიდი ბიჭები და მე უფრო ვისიამოვნებთ. სხვათა შორის ანგარიში გატანაბრდა 3-3 არის ორივე ჯოხზე, ასე რომ გადამწყვეტი ბრძოლა იწყება ეხლა. ესეც ჩემი 3 დღიანი გასვლა ტყიბულის წყალსაცავზე. ვაგდებით უკვე ნელ-ნელა თითქმის ავალაგეთ ყველაფერი, მარტო ჩემი 2
სონიკის ჯოხი დავტოვე, რომლის დიდი იმედიც მაქვს, რომ კიდე გამაცილებს მოკლედ ერთი კარგი თევზი რა. ხო, ერთი სათხოვარი რაც არის კიდე თქვენთან, მოკლედ ვინც ესე ითევზავებთ, ესეთ სტილში როგორც მე ვთევზავებ, ანუ წერტილებს აიღებთ, ბოთლებით დაამარკერებთ და ასე შემდეგ. ზოგადად დიდი თხოვნა არის, რომ მე ეს ბოთლები არ ჩატოვოთ შიგნით, იმიტომ რომ როცა წყალი აიწევს, ან ნებისმიერ შემდეგ ჩამოსვლაზეც ეს თოკები და ეს ნაგავი რჩება წყალში და მე ისევ თქვენ შეგიშლით ხელს და რა თქმა უნდა გარემოც ბინძურდება. ამიტომ დიდი თხოვნა იქნება, რომ ეს ბოთლები ისევ ამოიღოთ ხოლმე და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ გამოიყენოთ კანაფის თოკი. აი ესეთი კანაფის თოკი ალბათ ყველა მიცით, რადგან წყალში ადვილად პება და რამოდენიმე დღეში თავისით გაქრება წყალში, ასე რომ არის ხოლმე ხანდახან ისეთი შემთხვევები, როცა რაღაც დიდი შტორმი ამოვარდება და ნავით ვეღარ შედიხარ უბრალოდ, რომ გამოიტანო ეს თოკები და ზუსტად ესეთ შემთხვევაში თვითონ გაწყდება ეს თოკი და ბოთლებსაც თვითონ გამოიტანს ნაპირზე, ასე რომ გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი. აი ეს არის მაგალითი, ჩვენ გამოვიტანეთ ეს ნაგავი, წარმოიდგინეთ წყალში იყო ჩატოვებული და აი ეს თოკი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არც დაალპება და არცად არ წავა და აგიხლართებთ ისევ თქვენ ამ ანკესებს, ასე რომ აუც მოერიდეთ აი ესეთ რაღაცებს რა. მე მგონი საინტერესო თევზაობა გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი თევზი არ შემოვიდა და არ დაჯდა, არა უშავს, მაინც ბევრი კარგი ზომის კობრი დავიჭირეთ, საკმაოდ კარგი აქტიური თევზაობა გამოვიდა. იმედია მოგეწონათ თქვენც, რა თქმა უნდა, თქვენი მოწონება აისახება ამ ვიდეოს ნახვებში, ვიდეოს დალაიქებაში და ასე შემდეგ. მოკლედ თქვენი იმედი მაქვს და ასევე რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ ჩემი მეორე არხის გამოწერაც, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი ჩემი სამოგზაურო არხი, ძალიან საინტერესო გეგმები მაქვს, ასე რომ გადადით გამოიწერეთ, ასევე Instagram-ზე გამომყევით და ასევე რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა My Fishing G's, ვინც აი ესეთ ძალიან კარგ ინვენტარს მაწვდის.